სამეგობროში სამნი ვართ, თუმცა ერთ-ერთთან მეგობრობა არ მინდა. თუ ამას ვიტყვი, ორივეს დავკარგავ. როგორ მოვიქცე? ეს არის ანონიმური წერილების მე-9 ეპიზოდი და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი უპასუხებს ჩვენი გამომწერების ანონიმურ წერილებს. რთული სიტუაცია, სამკუთხედის სიტუაცია. ძალიან ხშირად ისეა ხოლმე, რომ ურთიერთობებში იგება სამკუთხედი და ერთ ადამიანს ერთთან უნდა ყოფნა, უნდა რომ მასთან უფრო ახლოს იყოს და მესამე თითქოს ზედმეტია ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირი სიტუაციაა, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაუსვას თავის თავს კითხვები წერილის ავტორმა, კონკრეტულად რატო არ უნდა ამ მეორე ადამიანთან ურთიერთობა? რა უშლის ხელს? რა ბარიერია? ეს დაეხმარება მას იმაში, რომ სიტუაციაც უკეთესად გაიაზროს, პრობლემა რაშია, რომ დაარქვას სახელი პრობლემას. ძალიან ხშირად არ მინდა, პრობლემა არ არის. აი არ მინდას მიღმა არის პრობლემა. ის თქვათ მას არასათანადოდ ექცევა, თავს ზედმეტად აგრძნობინებს, უხეშია, რა ხდება, რატო არ უნდა? როდესაც სახელს დაარქმევ პრობლემას, მერე უკვე ადვილია ამაზე დაილაპარაკო. მისი დაშვება, რომ თუ იტყვის ამას, თქვათ ეს ცუდად დამთავრდება და ორივეს დაკარგავს, დიდი ალბათობით არ არის სწორი. შესაძლებელია ჯერ სწორედ ამ მეორე ადამიანს უნდა დაელაპარაკო, რომ უთხრა უკავშირი. რა შეიძლება შეცვალოს მან, რომ უფრო კომფორტულად იყო. ჯერ დაარქვა სახელი პრობლემას, მერე დაელაპარაკოს. თუ პრობლემას სახელი ქვია, დალაპარაკება არ გამოიწვევს განხეთქილებას.